დღეს ვიდეო გაკვეთილი გვაქვს და მინდა გასწავლოთ თუ როგორ უნდა ავიღოთ შარდი კვლევისათვის ჩვილებსა და ახალშობილებში იქ სადაც შარდის შეგროვება ზოგადად არის ხოლმე პრობლემა. ძალიან რთულია დამეთანხმებით კონტეინერით მთელი დღე უყარაულო პატარას იმისათვის რომ მოაგროვოთ მცირე რაოდენობის შარდი კვლევისათვის. ამისათვის არსებობს კოლექტორები, რომელიც წარმოადგენს პოლიეთილენისგან შექმნილ პატარა ჩანთებს, რომელსაც აქვს მისაკრავი სტიკერები და აი ამ სტიკერებით ხდება მისი დამაგრება შორისის მიდამოში. არსებობს გოგონებისათვის და ვაჟებისთვის ცალ-ცალკე მათი გენიტალიების ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე. მითი უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, გენიტალიების შორისის მიდამოს გასუფთავებით. ვიწყებთ ჰიგიენით, ბანთ სასქესო ორგანოებს, გოგონა წინა უკანა მიმართულებით იბანება, ვაჟი სულ ერთია, შემდგომ კარგად უნდა გავამშრალოთ და მზად ვართ. ჭირდება კოლექტორი, რომელსაც აუცილებლად ხსნით აი ამ ქაღალდის ნაწილს და ვათავსებთ გოგონას სასქესო ორგანოებზე, ისე რომ მთლიანად დაიფაროს და აი ასეთი ფორმით, ისე რომ არ შეეხოთ ზედმეტად, დავაკრათ გოგონას სასქესო ორგანოებს ან ვაჟის, როგორც შესაბამისი ანატომიური თავისებურებებით არის, როგორც უკვე გითხარით, აი ეს არის ვაჟის გათვალისწინებული და აი ამგვარად მჭიდროდ მორგებული, ისე რომ არ გადმოგვეღვაროს, ფიქსირდება სრულად, შეგიძლიათ უკვე ჩააცვათ საფენი. შეამოწმოთ უნდა აუცილებლად ხშირად, როგორც კი აღმოაჩენთ, რომ უკვე არის კოლექტორში შარდი, აუცილებელია რომ მოხდეს მისი გადატანა კონტეინერში. შეგიძლიათ ორი გზით, შეგიძლიათ გადმოღვაროთ, ან დაკეცოთ და კონტეინერში ჩადებული მიიტანოთ, ან გადმოღვაროთ. ოღონდ ზედმეტი შეხებები არ არის საჭირო, რომ არ დააბინძუროთ დამატებით კიდევ შარდი. მიგვაქვს ლაბორატორიაში უახლოეს ხანებშივე, როგორც კი შეაგროვებთ შარდს. სულ ეს იყო. ვფიქრობ, რომ გამოგადგებათ ეს ვიდეო. მე კი გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.